მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით სტუმრებო. დღევანდელი დღის წესრიგს გთხოვთ კენჭი უყაროთ, ორი საკითხი გვაქვს განსახილველად. პირველი საკითხი ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვის და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი არის მეორე მოსმენით, მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ინგა ფხალაძე. გთხოვთ ქალბატონო ინგა, ამ კანონთან ჩვენ მუხლობრივად რომ გავიაროთ, თუ არის რამე ცვლილებები, მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილი გვაქვს, ასე ვთქვათ, თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გადაიწიოს ხელშეკრულების დასრულების ვადა, რომელიც იყო 1996 წლის 8 მარტს, ასე ვთქვათ, რომელიც აღინიშნებოდა როგორც 96 წლის 8 მარტი და გსურს, რომ ესე იგი 2026 წლის 24 აპრილის ნაცვლად დასრულდეს 2026 წლის 8 ივნისს. ვინაიდან ეს ხელშეკრულება ჩვენი პრინციპში კი მთავრდება 24 აპრილს, მაგრამ ეს უნდა მოვიყვანოთ ჰარმონიზაციაში აზერბაიჯანულ ხელშეკრულებასთან, რომელიც ზუსტად ამ დროს მთავრდება და ეს ერთი და იგივე პროექტი გახლავთ და იმისთვის, რომ მილსადენის და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ვადა თანხვედრაში იყოს აზერბაიჯანულ ხელშეკრულებასთან, გთხოვთ, რომ გადაიწიოს ეს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების ვადის დასასრული. მუხლობრივად რო გავყვეთ, აი პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება, რა იმის სახის? ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალებების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვის და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ საქართველოს კანონის, ესე იგი პარლამენტის უწყებანი ნომერი 008 1996 წლის 5 მაისი გვერდი 9 პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე პუნქტი. ესე იგი სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასა და უცხოურ ნავთობ კომპანიებს შორის 1996 წლის 8 მარტს დადებული ხელშეკრულებაში, რომელიც მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება გახლავთ, ცვლილება დამატების განხორციელების შედეგად აღნიშნული ხელშეკრულების, ანუ მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებაში მოქმედების დასრულების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 8 ივნისი. კარგით. და მუხლი ორი განხორციელდა თუ არა? პირველი მოსმენის შემდეგ არ ყოფილა არანაირი. კარგით. მხოლოდ მუხლი პირველში განხორციელდა ცვლილება. კარგით. კოლეგებო, კითხვა არ გვაქვს რამე ამასთან დაკავშირებით? გთხოვთ კენჭი უყაროთ. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა. ამით პირველი საკითხი განხილვა დასრულებულია. გადავიდეთ მეორე საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. მოგესალმებით. მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. კარგით, ბატონო, რაკაც მეორე მოსმენით განვიხილავთ აღნიშნულ კანონპროექტს, გთხოვთ მუხლობრივად გავყვეთ პირველი გახლავთ საკანონმდებლო მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? განხორციელდა რედაქციული ცვლილება. და მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება არ განხორციელებულა. ეს არის საქართველოს კანონის პროექტის ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილება. და მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? ცვლილება არ განხორციელებულა. კარგით, კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ კანონის პროექტის ცვლილება. მადლობა.
ამით დღევანდელი კომიტეტის ცნობა დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოვალ შეხვედრამდე.